ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბროთ ისევ ამ პროცესებზე ვაგრძელებთ ხადია საუბარს, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ახალი მარში იგეგმება და ასევე არ უნდა დაგვაუწყოს თუ რა ხდებოდა გასულ დღეებში და მართლა უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი არის დაზარალებული პოლიციური ძალებისგან და დღეს ერთ-ერთი მათგანიც ყავს სტუმრად დათა ხარაიშვილი, მთარგმნელი, რომელიც დააკავეს, შემდგომ იძალადეს და მინდა რომ კიდევ ერთხელ მოვუყვეთ საზოგადოებას თუ რა ხდება ამ დაკავების პროცესის შემდგომ და ასევე ალექს შეღუნაძე ყავს სტუმრად, დრამატურგი, დღეს ვიცით რომ ლიტერატურულ მარში იგეგმება 5 საათზე და მოვუყვეთ მაყურებელს თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ რეალურად. ალექსით მინდა დათათი მინდა დავიწყო ბოდიში. დათა შენი დაკავება მოხდა რუსთაველზე 3 დეკემბერს და რომ მოგვიყვე როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, იმიტომ რომ არის რაღაცა პატერნი ყველას ძირთად ერთ და იგივეა, მაგრამ რაღაც საინტერესო ფაქტებია ხოლმე თითოეული ინდივიდის მიერ მოყოლილი ამ პროცესში. ხო, მე დამაკავეს არა რუსთაველზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გრიბოიდოვის ქუჩაზე, ბესიკის ქუჩის, ბესიკის და გრიბოიდოვის ქუჩების კვეთაზე. მაშინ როცა უკვე პრინციპში მივდივართ სახლში, იმიტომ რომ ეს მოხდა 3 დეკემბერს, იყო დაახლოებით პირველი საათი ღამის და რახან იქამდე ძალიან ბევრი ღამის განმავლობაში უკვე გათენებული მქონდა რუსთაველზე, ადრე ვაპირებდი სახლში წასვლას. და ბესიკის ქუჩიდან მოვდიოდი ქვევოთ, შემოუხვია გრიბოიდოვის ქუჩაზე და ამ დროს შემოცვდი და იქ სპეცრაზმი, სადაც არაფერი არ ხდებოდა საერთოდ, ვერ იტყვის ვერავინ, რომ იქ ვინმეზე ძალადობდნენ, ან ვინმე რამეს ისროდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერც მიხვდებოდი, რომ იქ რაიმე აქცია ტარდებოდა. ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი იყო. და მე დამაკავეს, რაც ტელეფონი დამივარდა იმ მომენტში, რომ შემოუხვია, დავიხარე ამ ტელეფონის ასაღებად და უკვე მომხვდა ფეხი სახეში ამ მომენტში. ძალიან ბევრს გონია, რომ აი ეს ძალადობა დემონსტრანტებზე ხდება მაშინ, როცა აი აკავებენ და დაკავების მომენტში რაღაცა ძალის გადაცდომა არის და რეალურად მე იქვე მცემეს, ან მე ვეუბნებოდი ამ ადამიანს, რომ მიყვებოდი და არ იყო არანაირი ძალადობა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაკავების საფუძველიც კი არ ჰქონდათ. ამ ადამიანებს არ განუმარტავთ, რომ მე დაკავებული ვიყავი, ან რის გამო ვიყავი დაკავებული. ან საერთოდ პოლიციელები იყვნენ თუ არა, ამასაც ვერ მიხვდებოდი, იმიტომ რომ პირდაპირ ესე გამიტაცეს იმ ადგილიდან. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მივყავდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჰაერში რაღაც მიმართულებით და გზაში მაგინებდნენ, აი იმდენი გინება რაც მე მოვისმინა ჩემი მისამართით იმ 20 წუთის განმავლობაში ცხოვრებაში არ გამიგია არავის მისამართი საერთოდ. და მე დაახლოებით 5 წუთი დასჭირდათ იქამდე სანამ მივიყვანეს ამ ცნობილ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკამდე, სადაც წინასწარ იყო ამოცლილი სავარძლები, შემიყვანეს ამ წამართოს ყველაფერი რაც გამაჩნდა, ეს ხო მოროდიორობა, იმიტომ რომ ვერ დავიბრუნე ვერც ერთი ნივთი. საათი, ტელეფონი, მანქანის გასაღები, ზურგჩანთა, ქურთუკი შემომაფლითეს, სანამ ამ მარშრუტკამდე მივიყვანდნენ. და როცა უშუალოდ შემტენეს ამ მარშრუტკაში, იქ უკვე ერთი ადამიანი დაკავებული ჰყავდათ და იმას აგინებდნენ და უყურებდნენ, როცა ხმა მოიღე, რატო არ ლაპარაკობ და როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არ შეეძლო საუბარი და არ ესმოდა საერთოდ. და როცა უკვე მე ვიყავი ნაცემი ამ მომენტში, როცა მარშრუტკაში შემტენეს, იმიტომ რომ გზაში მცემეს და მარშრუტკასთან მცემეს და როცა ამიყვანეს, მე მოტრიალდა ეს ერთი სპეცრაზმელი და ეს უკვე გატარებულია, თუ რაღაც ესეთი ტერმინი გამოიყენა და ვიფიქრე, რომ უკვე მე გატარებული ვიყავი, იმიტომ რომ ნაცემი ვიყავი მომენტში და არაო თქო ეს და მე გაგრძელდა უკვე ჩემი ცემა აი ამ მარშრუტკაში, იქ მე პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანი საერთოდ არ მინახავს, იყვნენ ნიღბიანი, რაღაცა გაუგებარი წარმომავლობის რომ ეგრეთ წოდებული კედედეს ხალხი და ალბათ 20-25 წუთი უკვე გრძელდებოდა ცემა აი ამ მარშრუტკაში, თან ეცვლებოდნენ, რაღაც მომენტში ამოცვივდებოდა 5-6 კაცი, სულ სხვა ადამიანები და ისინი გირწყმდნენ ცემას. შემდეგ უკვე იყო აგრძელებდნენ ადამიანების დაკავებული ადამიანების მოყვანას ამ მარშრუტკაში და როცა უკვე იმაცემდნენ, მე რაღაცა მოგვიბრუნებოდნენ და ჩვენც გადმოგწუდებოდნენ, ასე ვთქვათ. და ჯამში გაგრძელდა 20-25 წუთი, საბოლოო ჯამში ეს მარშრუტკა ჩავიდა თავისუფლების მოედანზე და მე უკვე გადასცეს ჩემი თავი კრიმპოლის თანამშრომლებს. ეს ყველაფერი თვითონ აქვს გადაღებული, იღებდნენ ვიდეოებს. ეგ უნდა მეკითხავთ, ბევრი ინფორმაცია არის, რომ ამ დროს მიმდინარეობდა ხოლმე ვიდეო გადაღება ტელეფონებით, ფოტოების გადაღება ანთებული, იმიტომ რომ სიგნალი იყო იმ რაღაცა, იყო ტალახიანი სისხლის მოთხრილი მარშრუტკა. და ამ ფლეშით იღებდნენ, დაგცინოდნენ, რაღაცა სახისთან მოგიტანა
გაუყვანდნენ კამერას და გაუღიმე ხა კამერაზე რაღაც დამამცირებელი, არასერიოზული, გაგებით რომ საერთოდ რანაირჩება ამისგან ადამიანის სიამოვნებას იღებდეს ეს ხო აბსოლუტურად გაუგებარი. და ეს ხო პოლიტიკური პოლიცია ეს არ იყო რაღაცა სამართალდამცავი, რომელმაც სამართალდარღვევის მომენტში დაგაკავა, მეკითხავდნენ კიდე გაუბედავდი თუ არა რაღაც აქციაზე გამოსვლას, ვინ მიხდიდა ფულს, მკითხეს ჯარში ვიყავი თუ არა ნამყოფი და არ უთხარი რომ არა რატო და სწავლობდი და ამიტომ არ ვიყავი თქო მე შენი სწავლით აპირებ ომის მოგებას რუსეთთან, რაღაცა ნაკვები ამ ტვინგამორეცხილი აი ამ ქართული ოცნების პროპაგანდის რაც არჩევნებამდე დიდი ხნის განმავლობაში ისედაც გვესმოდა ყველას. და ხო ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ხო პოლიტიკური პოლიცია, ეს არ იყო სამართალდამცავი ორგანო, რომლებიც ჩვენ გვასამართლებდნენ, გვჭირდნენ იმისთვის რომ ჩვენს აზრს ვაფიქსირებდით აქციაზე და ფაქტობრივად დავისაჯეთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო. დათა, აუცილებლად უნდა გკითხო, მნიშვნელოვანი მომენტია მან, როდესაც GDD გადასცემს შემდგომ კრიმპოლს ადამიანებს, რომელსაც სცემენ და მე მოხდა შენ შემთხვევაში მხოლოდ კრიმპოლთან მოხდა გადაცემა თუ მე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადაგცეს თუ როგორ? არა, ეს იყო სავარაუდოდ ეს იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აი მომენტი არის, როცა ესე აღვიქვი რომ ჯერ იყო არაფორმალური ნაწილი დაკავების, რაც გამოიხატა ამ ცემაში და ძალადობაში და მე იწყება უკვე ფორმალური ნაწილი. ოქროს შედგენა ხდება მე როგორ კრიმინალური პოლიციის მიერ შენ შემთხვევაში. კი, ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა, ამ ადამიანებს სავარაუდოდ არ დაუნახავთ რა ხდებოდა მარშრუტკაში, მაგრამ პრინციპში იქვე იდგნენ რა ეს ადამიანები და ხმას მაინც გაიგებდნენ, იმიტომ რომ რაღაცა რა ადამიანური ხმები გამოდიოდა ცხადია ამ წამების, ეს ხო წამება ეს არ იყო რაღაცა რუტინული ძალადობა თუნდაც. ნამდვილად წამება და ეგ შეფასებას ექნება მაგას თავის დროზე როგორც ეკუთვნის, იმიტომ რომ ეს არაადამიანური ღირსების ამყრელი მოპყრობა არის წამებასთან ერთად და ამის თავის სამართლების შეფასება ექნება ძალიან მალე. დათა, უნდა გკითხო რა მოხდა მას შემდეგ, რაც კრიმპოლს გადაგცეს, თუ ქონდა რაიმე ტიპის კომუნიკაცია გზაში ან თუ რამე მე იქვე მოვითხოვე რაღაც განმარტება, რომ და მე უკვე განმარტეს, რომ დაკავებული ვიყავი ადმინისტრაციული წესით პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მოვითხოვე ჩემი ნიუთები, რომლებიც ჩამომართვეს GDD-ს, არ ვიცი რა ქვია მაგათ, ამ GDD-მა ჩამომართვა გატაცების მომენტში და მითხრეს რომ მე ხო აქ თან არაფერი არ გაქვს, ანუ ფაქტობრივად ესე აღმოჩნდა რომ მე გამძარცვეს ამ მოროდიორებმა. მე უკვე გადამიყვანეს დიღომში ერთ-ერთ პოლიციის შენობაში, სადაც საათები სისხლი მდიოდა სახიდან, აბსოლუტურად გატეხილი მქონდა თვალბუდე, მე როგორც გაირკვა ცხვირი, მქონდა ტვინის შერყევა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა რომ თუნდაც ექიმი შევამოწმებინე, თუნდაც ადგილზე პოლიციის შენობაში. და მე გააფორმეს ეს ჩვეულებრივი ოქმი უშუალოდ პოლიციის შენობაში, დაახლოებით 1 საათი, საათნახევრის მერე და მიპირებდნენ იქვე დატოვებას 24 საათით იზოლატორში და ექიმმა რო შემოწმა პასუხისმგებლობა მოიხსნა, თქვა რომ ვერ მივიღებ ამ ადამიანს და უნდა გადაიყვანოს საავადმყოფოშიო და ამის შემდეგ მოხერხდა უკვე სასწრაფოს გამოძახება და ჩემი გადამიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც კიდე 2 დღე მომწია ყოფნა. და ხო იქ დამისვეს დიაგნოზი, რაც ჩამოთვალე, კიდე ბევრი ტრავმა ქონდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და მე გაიმართა სასამართლო. სადაც დაგაჯარიმეს ალბათ. სადაც ჩემდა გასაკვირად, მე მაინც სამართალდამრღვევად გავუმაცხადა მოსამართლემ, ჩვენების მისაცემად მოვიდა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა დაკავების მომენტში იქ და ამბობდა რომ თურმე მე იქ ვიგინებოდი და მაგიტო გახდა ჩემი დაკავება საჭირო და თვითონ აღჭურვილობა არ ქონდა და GDD-ს თხოვა რომ დავეკავებინე, ოღონდ ეს ადამიანი საერთოდ არ ყოფილა იქ, საერთოდ არ მინახავს პოლიციის შენობაში მისვლამდე ის სახე და ეთყობოდა რომ აქცია საერთოდ არც კი ყოფილა და ესეც იყო რაღაცა ფორმალობა დადგმული სპექტაკლი სასამართლოს და მე მომწეს ვერბალური შეწყვეტილი გაფრთხილება. და მე მოვითხოვე ისევ ჩემი ნიუთები, რომლებიც გამძარცვეს და პოლიციამ მითხრა რომ არაფერი მსგავსი იქ მე არ ვქონია და აღმოჩნდა რომ და ყველა საინტერესო ისე რომ მარტო მე არ ვარ ამ მდგომარეობაში, ბევრი ინგოროყვას კლინიკაში, რავი, ათობით ადამიანი გავიცანი აქციაზე ნაცემი მარშრუტკაში და იგივე ისტორია აქვს ყველას, იგივე ამბავი რომ გაძარცვეს, ცემეს და მე სამართალდამრღვევად გამოაცხადეს სასამართლოზე.
ხო, ყოველ ჯერზე, როდესაც გავს ინფორმაციას და ისტორიას ვისმენთ, ყოველ ჯერზე კიდევ უფრო დაუჯერებელია თუ რა არის მომსწრეები ვართ, რა ვითარებაში იმყოფება ახლა ქვეყანა და ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი ორგანოები, რითი არიან დაკავებულები. ძალიან მძიმეა ზოგადად ამ ყველაფრის მოსმენა მართლა სიტყვებიც მე ვახმოვანე, როდესაც მოვისმენ ზღას ისტორიას. ალექს, შენთან მინდა გადმოვიდე, რამდენად მნიშვნელოვანი არის მოვისმინეთ დათას ისტორიაც და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესის უწყვეტობა და პროტესტის გაგრძელება, იმიტომ რომ ძალიან ტრივიალური შეკითხვა გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი გავს ისტორიის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო რაღაცა ბრაზი მერევა და ცოტა შიშიც შემოდის რა თქმა უნდა ემოციებთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ადეკვატურია, როდესაც გავს რაღაც მოსმენის შემდეგ რაღაცა შიში გეუფლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეს პროტესტი არის მზარდი, ახლა რაც ყველაზე მეტად მახარებს და მაწყნარებს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ახალი აქციები იგეგმება, დღესაც ვიცი ძალიან ბევრი აქცია დაგებული, მათ შორის ერთ-ერთი არის ლიტერატურის წარმომადგენლების მარში და მინდა რომ მაგაზეც ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს გარეთ და საკუთარი ხმა აიმაღლოს რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უპირობოდ, ანუ თუნდაც მხოლოდ data რო ყოფილიყო და მხოლოდ data შემთხვევა რო ყოფილიყო, მნიშვნელოვანი იქნებოდა ის რომ საზოგადოებას ამაზე პროტესტი გამოვიდა. მხოლოდ ასობით ადამიანი არის. და როგორ მუშაობს ხო პროპაგანდა? ჩვენ ვუყურებთ რომ პროპაგანდა ამბობს, აი რომ გავყვეთ თუნდაც მათ ლოგიკას, რომ პოლიცია ითმენდა გინებას, ითმენდა რაღაც ცეცხლის მრგოელ დრაკონებს, მოლოტოვის კოქტეილებს და მხოლოდ მაშინ ერთვებოდა საქმეში, როდესაც ეს უკვე მათი მოვალეობა იყო. მაგრამ ისინი არ ვლაპარაკობენ იმაზე, რომ რა აქვს საერთო კანონთან იმას, რასაც საუბრობს ეხადათ. რა აქვს საერთო კანონთან ან სამართლიანობასთან დაკავებული, ანუ უკვე უსაფრთხო ადამიანის, ანუ წამებას აყვანას მანქანაში და თან ამისთვის მომზადებული იყო ხო ყველაფერი, ანუ მანქანიდან სავარძლები იყო ამოღებული, აყავდათ ადამიანები და მათ ჯგუფურად მათზე ძალადობდნენ. ანუ მინდა ვკითხო, აი ვინც დღეს რჩება თქვა ქართული ოცნების მომხრე და ვინც ამართლებს თქვა აი ამ პროცესებს ანუ რატომ მოხდა ეს ხო? ანუ რასთან გვაქვს საქმე? ანუ ტყუის თქვა ეს დათას ჩალურჯება, ეს მოტეხილობები, ანუ როგორ შეიძლება თქვა აი ამის აღქმა რომ თითქოს ეს ნორმალურია, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ხო შეუძლებელია რა, ასე გაგრძელება, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო სისტემური დანაშაული. ისინი ცდილობენ ეს თარგმნონ როგორც ცალკეული გადაცდომა, როგორც ერთეული შემთხვევები და აცხადებენ რომ ჩვენ გამოვიძიებთ, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ როგორ შეიძლება ენდო თქვათ ამათ სიტყვებს, როდესაც თქვათ იგივე გაზაფხულზე ხომ ქუჩა დაძდებდნენ ადამიანებს და არსებობს კადრები, არსებობს მოწმეები, არსებობს სახეები ხო ამ ადამიანების და ერთი ადამიანი არ არის დაკავებული. საქმეც კი არ აუძრავთ ცდილობის გამო. და ამ პროცესების მერე დღეს ისინი ამბობენ რომ ეს იყო როდესაც პოლიცია ასრულებს მოვალეობას, ნუ ხდება ხოლმე ესეთი გადაცდომები, აი ამ სიტყვას ხმარობენ, გადაცდომა. მაგრამ როცა საქმე გვაქვს აი ესეთ სისასტიკესთან, სადისთან, ანუ აი როგორ გაჩნდა საერთოდ ეს. ანუ მგონია რომ თან რეალურად ეს რაც ხდება ჩვენ აი აქამდე მივდიოდით, ანუ მთელი მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ იმ დეჰუმანიზების, რაც საზოგადოებაში ვთქვათ არსებობდა, ხო? თითქოს ლოგიკური იყო ეს გაგრძელება, რომ აი აქამდე მოვედით ჩვენ. ანუ რეალურად ანუ დღესაც არის დაგეგმილი მოკლედ 5 საათზე წერლების მარში და ილიას მუსახლმუზეუმიდან ჯავახიშვილის ქუჩიდან და ნუ წერლობა რა არის ხო არ გავუწევთ ეს არის რაღაც მოგონების აქტი ანუ მწერალი ცხოვრობს თითქოს ორჯერ ანუ მომენტში და ასევე შემდეგ როცა იხსენებს ხო ამ ყველაფერს და ანუ რას ვიხსენებთ ხო და რაზე გვიწევს ჩვენ ფიქრი და რა არის ჩვენი საფიქრი რას უბრუნდებით აი როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაიწყეს თქვათ ამ რეპრესიების და დანაშაულების დოკუმენტირება ჩვენ ამბის თხრობელ ხალხს ეს დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ანუ ჩვენი საქმე არ არის ლოზუნგები და არ არის ქუჩაში დგომა მაგრამ დგება მომენტი როდესაც სხვა გზა არ არსებობს ხო ჩვენ დოკუმენტირება დიდი ხნის დაწყებული გვაქვს როგორც აი ამ სისასტიკის ასევე აი ფარისევლობის ასევე იმ ტყუილების და თანაგზნობის ანუ როგორ შეიძლება ეს თანაგზნობა გაქრეს და ვინ გველაპარაკება საერთოდ
დავსახმართოთ ხო აი ამ ყველაფერზე. ვინ იცავს დღეს სამშობლოს და ვინ იცავს დედა ეკლესიას, ანუ უბრალოდ აი ცალკეული შემთხვევები რომ ავიღოთ, ხო ვინ ლაპარაკობს ამაზე. აი მაგალითად ამაზე ლაპარაკობს მილიონერი დეპუტატი იცავს სამშობლოს, რომელსაც აქვს თქვა პროპაგანდისტული ტელევიზია, აქვს ჰესი, აქვს სასტუმროები, აქვს უამრავი რაღაც უძრავ-მოძრავი ქონება და მიუხედავად ამისა ის ტენდერს არ აცდენს. მასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ ტენდერებს და თვითონ სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ხო, მის მიერ შესრულებული, თქვა 11 მშენებლობიდან აღმოჩენილია ყველაში დარღვევა. და ის რომ მუნიციპალიტეტებმა ჩაიბარეს ეს მშენებლობები ძალიან მალევე დაზიანდა ეს შენობები. და ეს ლაპარაკია ბაღების და სკოლების შენობებზე, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც ბავშვებს პარავს, ფულს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ადამიანი დაიცავს, თქვათ, ჩვენს ინტერესებს, დაიცავს სამშობლოს, დაიცავს ეკლესიას. ეს ხომ არის, თქვათ, პროპაგანდის კიდევ ერთი მთავარი ხაზი, რომ შექმნას ერთგვარი მორალური პანიკა, თითქოს აპროტესტებენ უსამშობლოები, იქ დგანან ადამიანები. თუ თქვათ რუსთაველზე ჩაივლით, იქ ხედავთ აი პირდაპირ დემოკრატიას, რაც არის, ხო? ანუ რატო დგას ხალხი, რატო გამოვიდა ადამიანები გარეთ, რატო გამოვიდნენ, რომ მათ დაინახეს ძალიან ბევრმა ადამიანმა, თქვათ, თან გაუჭირდა არჩევა, თუნდაც არჩევნების დროს ვისთვის მიეცა ხმა, მაგრამ მათ ხმა მისცეს ოცნების წინააღმდეგ. იმიტომ რომ შანსი გაჩენოდა დემოკრატიას. რა არის დემოკრატია, ხო? დემოკრატია არის ყოველი ადამიანის უფლება, რომ მან თვითონ გადაწყვიტოს როგორ სახელმწიფოში სურს ცხოვრება. აი ამ უფლებას გვართმევენ. ჩემთვის ანუ პირადად ანუ თავარი რაც დარღვეულია კონსტიტუციაში როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ამ ხელისუფლების დროს არის მეხუთე მუხლი, ხო? ეს არის ის რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო. და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სოციალურ სამართლიანობაზე, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სოციალურ თანასწორობაზე და სოლიდარობის პრინციპების დაცვაზე. დღეს სოციალური სოლიდარობის გამო ადამიანებს აპატიმრებენ. დღეს უყურებთ სასამართლოებში მოსამართლეებს, რომლებიც უყურებენ ნაცემ, ნაგვემ ადამიანებს მოტეხილობებით და ისინი ამას აინუშიც არ აკდებენ და უშვებენ ამ ადამიანებს, აპატიმრებენ, უშვებენ ციხეში. ეს ხო კანონდარღვევა, ანუ შენ რო ხარ მოსამართლე, როდესაც უყურებ ადამიანს, ვისაც იძალადეს. და შენ ამას არ აქცევ ყურადღებას და მხედველობაში იღებ პოლიციის თანამშრომელის ჩვენებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არც ესწრებოდა დაკავებას. და ის ამბობს, რომ აი მაგალითად ზვიად რატიანის შემთხვევა, ხო? მას დააბრალეს, რომ მან გაარღვია მთელი ქუჩა სპეცრაზმის კორდონი. და ის იგინებოდა უმისამართად მთავრობის მისამართი. ანუ აი ეს არის აბსურდი და ცინიზმი, ხო, აი რაღაცა ისი ბეცემდე მისული ცინიზმი, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თურმე არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი, უმაღლესი სტანდარტი. ანუ თან ამბობენ, რომ ევროპა და ამერიკა არის რეალურად ეწინააღმდეგება ჩვენ სუვერენიტეტს. და ამავდროულად ლაპარაკობენ უმაღლეს სტანდარტზე, ევროპულ მათსავე სტანდარტზე. და ლაპარაკობენ ამ სუვერენიტეტზე, ხო? ანუ სუვერენიტეტისთვის საჭიროა ძლიერი ინსტიტუტები, ხო? სუვერენიტეტისთვის საჭიროა, რომ მრავალმხრივი დიპლომატია გქონდეს განვითარებული. და მათ ნაბიჯებს უყურებთ და ესაა იზოლაციონისტურ ნაბიჯი მოყვება, ხო? ეს არის რასაც უყურებთ და ეს არის რომ საერთოდ აინუშიც არ აგდებენ ადამიანებს. ანუ აი ეს ხმა რაც რუსთაველზეა ეს ყრუ ჯებირზე ხმა ძალიან კარგად ახდენს ალექსის კომუნიკაციას თქვათ ხელისუფლებასთან წლების განმავლობაში. ბოდიში ალექს ასუ ამ წამს ამ წუთებში ალეკო ელისაშვილის აღკვეთი ღონისძიება შეიცვალა და გარეთ გამოდის და მოვისმინოთ მისი კომენტარი. ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში. უკან დახევა ეს პროკურატურის არ მინდა ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, რომ ელისაშვილიო უცხოეთშიო კავშირები აქვს ელისაშვილს 30-იან წლებში ბოლშევიკები ტრიბუნალი და ტროიკა რო იყო ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მაშინ რა ვიცი მე მიხეილ ჯავახიშვილს თუ რა ვიცი მაზნიაშვილს მათ თავს კი არ იმაშვები უყადრებ მაგრამ კი არა და არ მგონია რომ მათსავით ვარ მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო რომ უცხოეთში მიიმალებაო და ეხლა ამ დღეში რა მოხდა ეხლა არ მივიმალები
და უცხოეთში ხშირად დადიო, რატო დავდიოდი? საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და დელეგაციებში დავდიოდი. არ ვიცი რა მოხდა, ფაქტია რომ რაღაცა მოხდა. ალბათ რა ვიცი, უცხოელებმა კეჩოში მიცეს ამათ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩემთვის ძალიან დიდი შვება არ არის ახლა ამ თვენახევრის მანძილზე გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი იქ. ძალიან ბევრი წიგნიც მქონდა იქიდან შეკვეთით. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მე მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ აქვს. ხარ უხშირად ბიძინა ივანიშვილის და მაკრონის შეხვედრას თქვენს არ მინდა ვიმარჩიელო, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც მოხდა. არ ვიცი რა, მარჩიელობა არ მინდა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რაღაც რომ მოხდა ფაქტია, იმიტომ რომ არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიცხადებდნენ, ველოდებოდი, რომ წიგნებს მომიტანდნენ და ტელევიზორს, რომელიც ციხის მაღაზია შეუკვეთე. ამის ნაცვლად გაიღო ის რაღაც რკინის პანჯარა და მითხრეს, რომ გარეთ უნდა გამოსულიყავი. და უпроსორეთ სადღაც უნდა წაგიყვანონო და მართლა გულით ვამბობ, რომ მეგონა რომ სადღაც აწამებლად მივყავდი. მადლობა. პირდაპირ ვარ და თქვენი რომ შეაფასოთ. ხო, დღესდღეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღესდღეობით გავრცელდა ინფორმაცია, მე ვიცოდი ამის შესახებ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა აკუთეონიზების ცვლილებასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიმართ, რაც ძალიან უცნაურად მომეჩვენა მეც და არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მიმართ, კიდევ ერთ არასრულწლოვანი პატიმრის მიმართ. გაუგებარია, რატომ მოხდა მხოლოდ ამ ორი ადამიანის შერჩევა ამ მრავალრიცხოვან პატიმრებს შორის, რომლებიც ბევრნი არიან კიდე სისხლის სამართლის წესით დაკავებულები, თუ არ ვშტები 30-ზე მეტი ადამიანია ჯამში, მაგრამ მათი აკუთის ღონისძიებები ყველასი საპატიმრო არის და ამ ორი შემთხვევაში და ეხა უკვე ალეკო ელისაშვილი გარეთ არის. არ ვიცი, რაღაცა ბზარის შეიძლება ვერაფერს ვერ მივაწერ, იმიტომ რომ არ მიყვარს სპეკულაციები ამასთან მიმართებაში, არ ვიცი რა მოხდა მართლა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ნაწილი ადამიანების სასჯელი შემსუბუქება არ ქვია ამას იდეაში, უბრალოდ აღკვეთის ღონისძიების ცვლილება, რომ უბრალოდ გარეთ იყვნენ და დაელოდონ მე ორი თვის შემდეგ პროცესს, მაგრამ უცნაურია სულ მინიმუმ, რომ დაიწყეს რაღაცა ადამიანების გარეთ გამოშვება. არ ვიცი, ამაზე კომენტარი თუ მინდა თუ გავაკეთოთ და თქვენი აზრით რა შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი. არა, მარჩიელობა იქნება. მარჩიელობა იქნება, ხო. და მაგას ვერ უწინასწარმეტყველებთ. ერთი ის მინდა კიდევ თქვა, რომ ჩვენ პროტესტი დავიწყეთ მასშტაბურ სკოლის ხომ 28 ნოემბერს, ხო, როცა ეს ცნობილი განცხადება გაკეთდა და შეწყვეტათ მოლაპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და მას მერე ჩვენ მაშინ არ ყოლია პოლიტპატიმრები და ეხლა ყავს დაახლოებით 30-ზე მეტი ადამიანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაშინ არ ყოლია ნაცემი, პოლიტიკური ნიშნით ნაცემი ადამიანები და არ ვიცი რატო აქვს ვიღაცას მოლოდინი, რომ ეს პროტესტი შეიძლება აი ეხლა გაჩერდეს, მას შემდეგ რაც მაშინაც ყოდა პოლიტპატიმრები მარტიდან მოყოლებული. ხო, მაშინ კი, მაგაზგულში მარტიდან და გაზაფხულიდან მოყოლებული ყავდა, უბრალოდ ამ რაოდენობით ნამდვილად არ ყოლია. და მგონია რომ ჩვენ მორალური უფლებაც კი აღარ გვაქვს, რომ რაღაცნაირად გავწიროთ ეს ადამიანები, ტყვეები პატიმრებსაც ვერ ვეძახი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ რაღაცა თუ ნაწილი გავილახეთ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ამ ადამიანებს ემუქრებათ წყლობით საპრობილეში ყოფნა. და ჩემი აზრით სამოქალაქო საზოგადოებამ იმ ადამიანებმა, რომლებიც უბრალოდ გავდივართ და ვაპროტესტებთ, მინიმუმ იქამდე არ უნდა შევწყვიტოთ ეს პროტესტი, სანამ ტყვეობაში არიან ჩვენი თანამებრძოლები და ცხადია ახალი არჩევნებიც უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა, იმიტომ რომ 28 ნოემბრის შემდეგ გვაქვს აბსოლუტურად შეცვლილი სტატუს კვო და ამ სტატუს კვოთი გაგრძელება ცხოვრების არის შეუძლებელი ამ ქვეყანაში. ხო, მე ჩემ აზრსაც ვიტყვი და მე ალექს შენი აზრით საინტერესოა ამასთან დაკავშირებით, აი დათამახსენა მოთხოვნების ნაწილი. მე პირიქით ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი მოთხოვნა ახალი არჩევნები უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს, იმიტომ რომ თუ ისე მოხდება, რომ მხოლოდ ტყვეების გათავისუფლების ან იქნება, ეგ არის ზუსტად რასაც ბიზნავიანიშვილი წლები აკეთებს, ვაჭრობს ტყვეებით, რომ აიყვანს ვიღაცას დაიჭერს და შემდგომ მიდის ვაჭრობა ადამიანის გამოშვებას და მე მთავარი მეტა მიზანი იკარგა. მე ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები ნეიტრალური ცესკოს და შესესეს და სუსის ადმინისტრაციით არის უმთავრესი მიზანი ამ პროცესში და ამას დევს თან უკვე იმ ტყვეების გათავისუფლებას, რაც თანაბარ მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, ჯერ ერთი უნდა შესრულოს, რომ მეორე შესრულებადი იყოს განგრძობით პროცესში და აღარ ყავდეს აღარ ყავდეს ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები და ტყვეები. და შენ რა ვფიქრობ ალექს ამასთან დაკავშირებით? ვიცი, მე მგონია, რომ პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გათავისუფლდნენ და მნიშვნელოვანია რომ შეწყდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეწყდეს ეს სისასტიკე. იმიტომ რომ ლაპარაკობენ თქვა საზოგადოების პოლარიზებაზე, ხო? სინამდვილეში აი ამ პოლარიზებას თვითონ ახალისებენ და თვითონ იწვევენ უკვე წლებია. სინამდვილეში საქართველოში ანუ ადამიანებს შორის არანაირი კედელი არ არსებობს, ხო? აი ამ კედლებს ქმნიან ხელოვნურად. ანუ როგორ გგონიათ თქვენ თქვათ საქართველოდან 160,000 ადამიანი რომ მხოლოდ შარშან
დატოვა 60,000 ადამიანმა ქვეყანა დატოვა გეების გამო დატოვა თუ იმის გამო დატოვა რომ სიძულშირე იყო და წავიდა რომ თავის ოჯახს გამოუგზავნოს ელემენტარულად საარსებო აუცილებელი თანხა. ანუ რის გამო ხდება? სინამდვილეში ეს თემები არის თითქოს გამოწვეული, ანუ გაბერილი, გაზვიადებული. სინამდვილეში ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რაზე გვიწევს ხო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ტყვე ჯგუფურად ცემო, არ შეიძლება რომ აწამო ადამიანი, აი ამაზე ვლაპარაკობთ. როდესაც უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, როგორი იყოს უკეთესი ჩვენი ქვეყანა, ხო? ანუ რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ. და ანუ საზოგადოება მზად არის რომ ანუ ჩაერთოს. წარმოგიდგენთ რა კომფორტული ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც მართლა რეალურად დაინტერესებული იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. ხო, სისტემური ცვლილებებისთვის, ანუ საზოგადოება მზადყოფნას გამოხატავს, რომ ჩართული იყოს. ანუ აი დემოკრატიას ითხოვს, ხო? აი რომ საუბრობდით, აი ესაა დემოკრატია და დემოკრატია აუცილებლად უნდა იყოს სოციალური, აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, აი ელემენტარულზე მართლა. და ანუ ეს ადამიანებს შორის არანაირი ბარიერი არ არის, არ არსებობს ეს პოლარიზებაზე რომ საუბრობენ, ანუ ეს პოლარიზების თემა აქვს შემოტანილი, იმიტომ რომ თითქოს აი საზოგადოებაშია დაპირისპირება, თითქოს აი ნაძვის ხებ მხოლოდ უნდა აინთოს რაღაც ერთი კატეგორიის ბავშვებისთვის და ანუ ვთქვათ, ვინც აპროტესტებს, მასაც უნდა ნაძვის ხეზე ბავშვის. იქ გაუშვეს მე როდესაც ხალხი არ ვარ, ბავშვზე ზრუნვის მოტივით ლაპარაკობენ, ხო? ამაზე ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში არის სიღარიბის, ანუ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ყოველ მესამე ბავშვი, ანუ წიგნი არა აქვს სახში. აი, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია და ამის ნაცვლად რაზე გვასაუბრებენ, ხო? ანუ რაზე გვალაპარაკებენ საერთოდ. და ანუ აი რა უნდა მოხდეს, ხო? რა უნდა მოხდეს, ანუ შიში გაუჩნდა ადამიანებს, რომ შეიძლება ქუჩაში გამოსვლის დროს დაგიჭირონ. ბავშვები ანუ გინდა არ გინდა ეს ამბები მათთან მიდის, ხო? ანუ არ არის აუცილებელი რომ ტელევიზორს საერთოდ არ თავენ, მაგრამ ეს დაძაბულობა მათსაც მოქმედებს. როგორ ველაპარაკობთ ბავშვებს, როგორ აუხსნათ ეს ყველაფერი? ეშინიათ რომ მშობლები გარეთ გავლენ, რომ მათ ცემენ. ანუ რა თქვა ეს ბავშვებმა, თქვათ, როცა ეს ნაცემი მშობელი დაბრუნდა სახლში. საინტერესო. ან ბავშვები ციხეში შედან ახლა ბავშვებს შეიძლება არ დავარქოთ არ არის აუცილებელი არასოციალური პირველ რიგში უნდა გაჩერდეს აი ეს სისასტიკე 18 19 და 20 წლის ბიჭები შედან ახლა ციხეში აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდებებით რა მიგვანიშნებს რომ თქვა ეს სისასტიკე გაჩერდება პირიქით კანონები რაც მიიღეს და როგორც შეცვალეს ხო პოლიციელს აქვს ახლა უკვე უფლება რომ პრევენციულად დაგაკავოს ანუ თუ ისე ეჭვებს რომ შენ შეიძლება მომავალში ჩაიდინო რაიმე დანაშაული მას შეუძლია დაგაკავოს ანუ ისე როგორც ახლა აკავებდნენ ანუ და გასულები იყვნენ ხო კანონის ჩარჩოდან ახლა ცდილობენ რომ აი ეს რაღაც სრული განუკითხაობა მოაქციონ კანონის ჩარჩოებში. ის რაც მოხდა თქვა აი საჯარო სამსახურების როგორ შეცვალეს ხო კანონი. ანუ შენს ზედამხედველს შეუძლია უბრალოდ აი შეაფასოს და აი დაგაკლოს ესე უცბად გაგიშვას სამსახურიდან რეორგანიზაციის ეგიდით ასე. ანუ ეს რისთვის მზადდება ხო ნიადაგი. ანუ ესაა პრობლემა და ამაზე უნდა დავფიქრდეთ, არ მოусმინოთ არავის, ანუ უბრალოდ თქვენ თვითონ დაფიქრდით, ვინ გველაპარაკება ქვეყნის და სამშობლოს დაცვაზე, როგორი ადამიანები გეჯერათ მათი, ანუ 12 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება მათ არ შეუსრულებიათ და ერთადერთი დაპირება რის შესრულებასაც ისინი აპირებენ არის ის, რომ დემოკრატიას გააუქმებენ. ხო და არ წავლენ. ანუ აი ეს არის მათი დაპირება და ამას ასრულებენ, არ მიდიან, მაგრამ აი რისთვის არ მიდიან? ანუ როგორ წარმოგვიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც წამების ბრძანებას გასცემს როგორ წარმოგვიდგენია რომ ის ადამიანი ჩვენს კეთილდღეობაზე იზრუნებს, ხო? ანუ როგორ ვილაპარაკოთ, როგორ დავიწყოთ ლაპარაკი, ანუ მე და დათა ვლაპარაკობდით, რომ დაიწყო, თქვათ, კაციჭამიასთან დიალოგი, პირველი უნდა შევუთანხმდეთ იმაზე, რომ თითი არ მოგაჭამოს ლაპარაკის დროს, ხო? მოდით აღიარეთ ეს, რომ ეს იყოს სისტემური ძალადობა, წამება, შეწყვიტეთ ეს. ამის შემდეგ იქნება დიალოგი შესაძლებელი, ხო? ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ სხვა მოთხოვნებზე. პირველ რიგში ეს უნდა შეჩერდეს, მაგრამ არის რაიმე ნიშანი რომ ეს შეჩერების ნაწილში მოყვები აქვს, მაგრამ აღიარების ნაწილში არ მგონია, რომ აქ უნდა ეგ აღიაროს იქით მხარეს გულისხმობთ, რომ ეს ფაქტია და ამას არაფერი აღარ შეცვლის. ახლა მეორე საკითხია ისინი ამას აღიარებენ თუ არა, მაგრამ თავარია რომ შეწყდეს ეს ყველაფერი. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ იქიდან ვინმე მაგას აღიარებს, ვინც მაგას აკეთებდა, იმიტომ რომ სხვა კატეგორიის ხალხთან გვაქვს მაგ შემთხვევაში საქმე. და ეს სტრესი მე რას გამოიწვევს, აი ამაზე ფიქრობენ, ანუ აი ეს ქრონიკული სტრესი, რამდენი დაავადებას იწვევს, რა მოხდება
იქნება საერთოდ. ან რას აკეთებენ მართლა ეს გაზის ასე უკონტროლოდ გაშვება რუსთაველზე, რომელიც ან უნდა გაითვალისწინო ქარი საიდან. და შემდგომ ბავშვებს ებადეჯებიან იგივე ქუჩაზე, კიდე საერთო თემა. გაისროლო იქ სადაც ადამიანებს გაფანტვის საშუალება აქვს. როდესაც ეს გაზის გამოყენება ხდება ქუჩაზე, რომელიც თითქმის მთლიანად სავსეა და ადამიანები სწრაფად ვერ გაიფანტებიან, ანუ შენ სუნთქავ ამ გაზს. ძალიან მცირე რაოდენობაც კი ამ გაზის არის ბავშვებში განსაკუთრებით იწვევს ძალიან ბევრ სერიოზულ დარღვევებს. ანუ ვინც ცხოვრობს რუსთაველთან ახლოს, მათზე რატო არ ფიქრობენ? ანუ აი როგორ შეიძლება, აი როგორ მივედით მართლა აქამდე, ანუ აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, ხო? ანუ რა შეგვიძლია შევცვალოთ? თავარია რომ ეს პროტესტი არის უწყვეტი და მზარდი და ძალიან მიხარია რომ მთელი საზოგადოება არის სოლიდარული ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღეს 5 საათზე არის წერალთა და ილიას მუზეუმიდან ჯავახიშვილიდან წერლების მარში. წერლების მარში ილიას მუზეუმიდან ბოდიში. მე დაგემშვიდობებით, არ გემშვიდობებით ხოლმე, საღამოს შევხვდებით რუსთაველზე. დროებით.